გამარჯობათ, შოუ ბიზნესში მომხდარი სიახლეებით ეთერშია პროგრამა ინფორმატორი. უკვე მესამე წელია გუდაურში ყინულის ქანდაკებების ფესტივალი ტარდება, რომელსაც კავშირი მონუმენტი აწყობს. როგორც წესი, ყინულის ფიგურებს სამხატვრო აკადემიის სტუდენტები აქანდაკებენ. კომპეტენტური ჟიური კი სამხატვრო აკადემიის ლექტორებით არის დაკომპლექტებული. წელს ყინულის ქანდაკებების დათვალიერების გარდა მოდების ჩვენებაც მოეწყო. ეს ჩვენება იმით გამოირჩეოდა, რომ წარმოდგენილი იყო მხოლოდ და მხოლოდ თექის ტანსაცმელი. ყველა მოქანდაკე სპეციალური დიპლომით დაჯილდოვდა. პირველი ადგილის მფლობელი კი გახდა ფესტივალის გენერალური სპონსორი ჯეოსელის ლოგო. ყინულის ქანდაკებების შემქმნელი და დამთვალიერებელი საზოგადოება ძველი ახალწელს ფეიერვერკების თანხლებით უნდა შეხვედროდა და დისკოთეკაზე გახურებულიყო. თუმცა იმის გამო, რომ დენი ჩაქრა, დისკოთეკით დატკბობა ვერ შეძლით, თუმცა გუდაურში წასვლა ნამდვილად ღირდა. Smoke that prevails. შეხუდებული იზიარაღი გავაკეთე მეო. და პირველი ადგილი ოქროს პრიზი გამარჯვებულს ოქროს პრიზს გადასცემს ზურა აგლაძე. ზურა ჯეოსელის ქანდაკება გახდა ოქროს პრიზის მფლობელი. სტუდია ქართულ ჩანაწერებში ჯგუფი Soft Eject ახალ ალბომზე ასრულებს მუშაობას. რის შემდეგაც ისინი ინგლისში გაემგზავრებიან. ინგლისში ჯგუფი იმ კლუბებში დაუკრავს, სადაც მხოლოდ ცოცხალ მუსიკას ასრულებენ და გარდა ამისა, სხვადასხვა კოლეჯებში მასტერ-კლასებსაც გამართავს. ეს არის პროექტი სახელად 900 იქით, რომელიც ძირითადად მთლიანად შედგება ინსტრუმენტალური კომპოზიციებისგან. ჩვენ წასვლამდე დაგვჭა სულ რაღაც 2-3 კომპოზიცია ჩასწერი და სწორედ აი ამაზე მუშაობთ აქ. სულ რაღაც ერთი კვირა დარჩა და როგორც ხშირად ხდება ჩვენთან რაღაც ისა დროში ვართ გაჭედილები ყოველთვის. ამას ვტოვებ რომ დაიწყეს სოლოს მაგრამ ინგლისში ჩვენ მივდივართ ჩვენ ეგრეთ წოდებულ მეორე ტურზე
საკონცერტო ტურია. პირველი იყო სექტემბერში რო ვიყავით, ეხლა მეორე ტური დაიგეგმა. და ამავე დროს არის ბუქსტონის ბლუზ ფესტივალი და იქაც გამოვდივართ. ლადო ბურდული საქართველოს მასშტაბით ტურნეს ატარებს. ის საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოგზაურობს და მსმენელს ალტერნატიულ მუსიკას სთავაზობს. ლადოს აზრით, ეგრეთ წოდებულმა პაპსამ იმდენად წალეკა ქართული ესტრადა, რომ ასეთი აქციების ჩატარება აუცილებელია. ლადო ქუთაისში უკვე იყო, ჩვენ კი რუსთავის კონცერტი გადავიღეთ. პირველად ჩვენ ქუთაისში გამოცდილებას ჩვენ გვინდა შოუ ბიზნესის თვალსაზრისით მოვახდინოთ აქ რაღაცა. რა გამოვა? So many nights just thinking of how you get me wrong.